თქვენ შიგნით იმალება ამოუწურავი საგანძური, ძალა, რომელსაც ეძებთ გარეთ სინამდვილეში უკვე თქვენშია. სიფრთხილე, შესაძლებლობა, სიმშვიდე, სიყვარული, წარმატების პოტენციალი, ყველაფერი თქვენსავე ცნობიერებაში იწყება. ადამიანი ხშირად ეძებს ბედნიერებას გარე სამყაროში, ეძებს ადამიანებში, გარემოებაში, მატერიალურ მიღწევებში, მაგრამ რაც არ უნდა იპოვოს გარეთ, თუ შიგნით სიცარიელია, კმაყოფილება მაინც დროებითია. ნამდვილი ცვლილება იწყება მაშინ, როცა მზერას შიგნით მიაქცევ. როცა იწყებ საკუთარი ფიქრების დაკვირვებას, როცა სწავლობ საკუთარი გრძნობების მართვას, როცა აცნობიერებ, რომ შენი ქვეცნობიერი მუდმივად ქმნის შენს ცხოვრებას. სწორედ მაშინ იწყებს შენი რეალობა შეცვლას. ქვეცნობიერი გონება არის ნიადაგი, სადაც ითესება ყველა ასრი. რასაც ხშირად ფიქრობ, რასაც ძლიერ გრძნობ, რასაც რწმენით იხებ, ნელ-ნელა რეალობად იქცევა. ამიტომ შენი სურვილების შესრულების გზა გარედან არ იწყება, ის იწყება შინაგან მდგომარეობაში. როცა ირწმუნებ, რომ შენში არის ძალა, როცა წარმოიდგენ, რომ სასურველი უკვე შესაძლებელია, როცა გრძნობ მადლიერებას, მანამდეც კი სანამ შედეგს დაინახავ, შენი გონება იწყებს მუშაობას ამ მიმართულებით. თქვენ შიგნით არის ამოუწურავი საგანძური, მაგრამ ის იხსნება მხოლოდ მაშინ, როცა ყურადღებას გარედან შიგნით გადაიტანთ. ნუ ეძებთ მხოლოდ გარეთ, დაიწყეთ საკუთარი თავის შეცვლით. გაახვიცეთ შინაგანი რწმენა და თქვენი სურვილები თანდათან დაიწყებს განხორციელებას. რაც გჭირდებათ უკვე თქვენშია, უნდა დაინახოთ, ირწმუნოთ და იმუშაოთ მასზე. ჯოზეფ მერფის სწავლებების მიხედვით.